მაქვს ასეთი ვიდეო კარტა PS 400 8GB-იანი, მის დრაივერების დაყენებას მოანდომე დიდი ხანი, ამიტომაც გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რომ მომავალში ვინმეს თუ დაჭირდება, მარტივად დააყენოს. ამ ვიდეო კარტას არ აქვს ვიდეო გამოსავალი, ამიტომაც დამჭირდა მეორე ვიდეო კარტა. შეიძლება გააკეთო იგივე iGPU-თი, ანუ პროცესორში ჩაშენებული GPU-თი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე GTX 1050 Ti მაქვს. კარგი, როგორ დავაყენოთ მისი დრაივერები? ჩვეულებრივი დრაივერებზე არ მუშაობს ეს ვიდეო კარტა, დაგჭირდება დრაივერის მოდიფიცირება და ახლა განახებ როგორ ხდება ეგ მოდიფიცირება. შედიხარ აი ამ GitHub-ის გვერდზე, NVIDIA patch-ერის, ჩამოდიხარ, აჭერ Windows, თუ Windows-ზე ხარ, Linux თუ Linux-ზე, ელოდები როდის ჩაიტვირთება. რო ჩაიტვირთება, ჩამოდიხარ. დაგჭირდება ეს პროგრამა, Display Driver Uninstaller-ი, ამას გადმოწერ, დააჭერ. გადაგიყვანს საიტზე, დააჭერ ამას და ჩამოხვალ Download and Support და გადმოიწერ, თუ გინდა დაადონატებ. შემდეგ დაგჭირდება გადახვიდე უკან NVIDIA patch-ზე და აქ რილიზები რო წერია, მაგ რილიზებს დააჭირო. რილიზებში როცა გადაგიყვანს, აქ ნახავ, რომ არის სხვადასხვა ვერსიები. Windows რაღაცა, Linux-ის რაღაცა, Linux-ის რაღაცა, Windows-ის რაღაცა. მე რა პრობლემა მქონდა? მე მქონდა პრობლემა ასეთი. Task Manager-ში როცა შევდიოდი performance-ში, რომელიღაც აქიდან რო დავაყენე, აქიდან რომელიღაც ზუსტად არ მახსოვს, driver-ი რო დავაყენე, აქ NVIDIA PS 400-ის მაგივრად მიჩვენებდა GTX 1070-ს. რაც არ იყო სწორი, მაგრამ რეალურად აჩენდა, რაც გამახარა, თითქოს მუშაობს, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებდა. არც ნახე შემდეგ setting-ებში რო შეხვალ სისტემში, graphic setting-ში, აქ რომელიღაც პროგრამას რო არიჩევ, აქ უნდა გიჩანდეს, ნახე ახლა დაყენებულია NVIDIA PS 400-ზე. ის რო დავაყენე GTX 1070 რო ეწერა, აქ არ ჩანდა ეს PS 400, აქ ჩანდა ისევ GTX 1050 Ti. როდესაც სხვა დრაივერი დავაყენე აქიდან, 472 დავაყენე, თუ არ ვცდები. ჩვეულებრივად იმუშავა და ახლა როგორც ხედავ PS 400, ისე ჩანს. კარგი. გადმოწერა როგორ ხდება? ჯერ ორიგინალ დრაივერს იწერ, თვითონ NVIDIA-s ოფიციალური საიტიდან, აქ download-ს დააჭერ და გადმოიწერს ფაილს. და შემდეგ ჩამოდიხარ აქ ასეტებს აჭერ და NVENC-ის მხარდაჭერა თუ აქ ვიდეო კარტას Google-აw, თუ აქვს, მაშინ ამას იწერ, თუ არ აქვს, მაშინ ამას იწერ. კარგი, ყველაფერი როდესაც გადმოიწერე, ექნება ფაილი ამ სამი პროგრამით. ესე იგი, ჯერ driver uninstaller-ით დავიწყოთ, driver uninstaller-ს ჩვეულებრივად გავუშვებ. რეალურად უნდა safe mode-ში ჩართო კომპიუტერი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ჩვეულებრივად იმუშავა ჩვეულებრივად ჩართულზეც. და იცოდე, რომ ამით წაშლი ახლანდელი ვიდეო კარტის დრაივერებს, clean and restarts რო დააჭერ. ამ დროს კომპიუტერიდან უნდა გამოაერთო ფიზიკურად კაბელი ან Wi-Fi გათიშო, რომ უცებ ავტომატურად არ დააყენოს დრაივერები. მოკლედ, ამ clean and restarts დააჭერ, როდესაც გამოერთებ ინტერნეტიდან და დაარესტარტებს თავისით კომპიუტერს. შემდეგ ამას გათიშავ რა, გადარესტარტდება კომპიუტერი და გრჩება აი ეს ფაილი. ორი ფაილი. აქედან იღებ ერთ ფაილს, ამ ესეც კომპრესირებული ფაილია და ექსტრაქტი შეგიძლია და ექსტრაქტებ. როცა დაესტრაქტდება ბოლომდე, იღებ მეორე ფაილს და მეორესაც აექსტრაქტებ. მოდი დაველოდოთ ბოლომდე, კი, დაექსტრაქტ და ახლა ესეც დავაესტრაქტოთ. კი ბატონო, გვაქვს ეს ოფიციალური და გვაქვს ის გადმოწერილი იმ ტიპისგან. ვიღებთ ამას, Ctrl+C-ს ვაკეთებთ და ვდებთ ამაში. Replace the files in the destination. კი ბატონო. და შემდეგ setup-ს ხსნი და ჩვეულებრივად next finish საჭერ. და ყენდება ვიდეო კარტა. ვიდეო კარტა კი არა, დრაივერი. და საქმე რაშია? ამ დრაივერით, როგორც აღმოჩნდა, ვერ ითამაშებ online თამაშებს. აი მაგალითად რო შეხედო, აი ეს თამაშები მაქვს. აქედან გავტესტე Apex-ი, Counter-ი, IS Dying Light-ი, Solo თამაში, Fortnite-ი, League of Legends-ი და Valorant-ი. ამ თამაშებიდან მხოლოდ Counter-ი ჩაირთვა, ალბათ Dota ჩაირთვა მაგის გამო. იმის გამო რომ easy anti-cheat-ი აქვს, აი Dead by Daylight-ს არ ჩაირთვა. Apex Legends რადგან easy anti-cheat-ი აქვს, anti-cheat-ი გრძალავს ამ არაოფიციალურ drivers. და Apex ვერ ითამაშებ. Counter-შიც იქმნება საშიშროება, რომ ამ არალიცენზირებული დრაივერის გამო შეიძლება ბანი დაგედოს. თუმცა რეალურად არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად ეგრე იქნება. ნახე ახლა Apex-ი იფიქრებს და შემდეგ დაწერს errors.
აი ერორი დაწერა. კი ბატონო, ესეთი ამბავია. მოკლედ ამ ვიდეო კარტის გამოყენებას ბევრ ონლაინ თამაში შეიძლება ვერ შეძლებ. და სოლო თამაშებში როგორც არის Dying Light ან სხვა, ჩვეულებრივად შეძლებ. ან გამოთვლით რაღაცეებში ვიდეოს რენდერში ან მსგავსი წესით ჩვეულებრივად იმუშავებს. ეგეც ჯერჯერობით არ დამიტესტავს. მოკლედ სულ ეს იყო ის ინფორმაცია, რისი გაზიარებაც მინდოდა. მადლობა რომ იყურე.